ამჯერად გვინდა ომეგა-3-ის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. პრეპარატი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში, ჩვენი ბავშვობის დროიდან არის ცნობილი. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს ბავშვობაში მიღებული თევზის ქონის გემო. მოსახლეობაში გავრცელებული მოსაზრებით ძირითადად მას ქოლესტერინის დონის მოწესრიგებას უკავშირებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ომეგა-3-ის სარგებელი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ჩვენი სტუმრები არიან ექიმი ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნათია ვაშაყმა და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ნინი უდუმაშვილი. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მართლა ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ მახსოვს რომ ჩემი ბავშვობიდან ძალიან აქტუალური იყო თევზის ქონი და ხშირად ვსაუბრობდნენ ჩემი მშობლებიც თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის ჩვენი ორგანიზმისთვის. პირველ რიგში ალბათ უნდა განვმარტოთ ომეგა-3-ის მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი ორგანიზმისთვის. მოგესალმებით. ესე იგი, ომეგა-3-ს რაც შეეხება, ეს არის სასარგებლო ცხიმები. ზოგადად ცხიმი საკმაოდ ისეთი გალანძღული ნივთიერებაა და წარმოგვიდგენია, რომ ცხიმი არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. თუმცა ომეგა-3 ცხიმები გამონაკლისს წარმოადგენს. რამდენადაც ომეგა-3 არის სასარგებლო ჯანმრთელი ცხიმები, რომლითაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანუ ქოლესტერინის დონის დაქვეითებაც კი შეიძლება. ზოგადად ეს არის საკმაოდ დიდი ოჯახი ომეგა-3 ცხიმების, რომელიც ესე იგი საკვებით უნდა მივიღოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ორგანიზმში მათი წარმოქმნა არ ხდება. და ძირითადად ყველაზე საუკეთესო წყარო ომეგა-3-ის ეს არის თევზი და თევზის ცხიმი. კი ბატონო, თავისთავად ვერ გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი. რა შეიძლება გახდეს წყარო, გარდა იმისა, რომ საკვებია, რა დანამატები უნდა დავახმაროთ ჩვენს ორგანიზმს იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები. დიახ. ზოგადად, როგორც აღნიშნეთ, ანუ თევზი არის საუკეთესო წყარო ომეგა-3-ის, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საკვებ რაციონში თევზი არ არის ხოლმე საკმარისი რაოდენობით. ანუ საკმარისი რაოდენობა ნიშნავს, რომ კვირაში 2 ულუფა, ანუ ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ თევზი. თუმცა ახლა ჩვენს რაციონს რო გადავხედოთ და მეც ახლა როგორც პრაქტიკოსი ექიმი ჩემ პაციენტებთან საუბრისას საკმაოდ ხშირად მინახავს, რომ შეიძლება კვირაში კი არა, თვეში 1-2 კი არ იყოს თევზი საკვებ რაციონში. შესაბამისად, ანუ თუ კი რაციონში არ არის თევზი საკმარისი რაოდენობით, ასეთ შემთხვევაში არის საჭირო საკვები დანამატების მიღება. თუ არსებობს რაიმე სიმპტომი, რის მიხედვითაც შეგვიძლია მივხვდეთ, რომ გვაკლია ომეგა-3? იცით რა არის? ანუ სიმპტომი როგორც ესეთი არ არის და ანალიზიც კი არ არის შესაძლებელი რომ გავაკეთოთ, რომ გავარკვიოთ, აი როგორც მაგალითად D ვიტამინის დეფიციტის დროს ჩვენ საზღვრავთ D ვიტამინის სისხლში და ამის მიხედვით ხვდებით გვაქვს თუ არა D ვიტამინის დეფიციტი, ომეგა-3-თან დაკავშირებით ესეთი ანალიზის რუტინულად ჩატარების შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ საკვებ რაციონს და ამის მიხედვით მივხვდეთ ოპტიმალურ დონეს ვიღებთ ომეგა-3-ის საკვებით თუ ვიღებთ არასაკმარისი რაოდენობით და სწორედ ასეთ შემთხვევაში არის საჭირო საკვები დანამატები. კი ბატონო, თუ ვერ ვიღებთ საკვებით იმდენ ომეგა-3-ს, რამდენი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, მაშინ როგორ უნდა შევარჩიოთ საკვები დანამატები, საინტერესოა. ნინი, თქვენ გადმოვისმენთ პასუხს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში კომპანიის შესახებ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს. GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის პრეპარატები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოში. დღეს თქვენთან წარმოდგენილი ვართ ომეგა-3-ის ბრენდით, რომელიც იწარმოება გერმანიაში, World Pharma-ს ქარხანაში. და სწორედ აღნიშნეთ, რომ ზოგადად ნებისმიერ ასაკში არის მნიშვნელოვანი ომეგა-3-ის მიღება და განსაკუთრებით ბავშვებშიც გავსახავს. იქიდან გამომდინარე, რომ ომეგა-3 ერთ-ერთ სასარგებლო ცხიმოვან მჟავას მიეკუთვნება ბავშვებში იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მხედველობის აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასევე ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და შესაბამისად ბავშვებში, როცა გვაქვს საუბარი, მათზე როგორც ყოველთვის ზრუნავთ და შესაბამისად მათთვის კომფორტულ ფორმას ვთავაზობთ ჩვენს მოხმარებლებს. დღეს სტუდიაში წარმოდგენილი გვაქვს სწორედ პედიატრიული ფორმებით, მათ შორის ომეგა-3 ჟელის დასახელებით, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ომეგა-3-ს, არამედ დამატებული აქვს C ვიტამინი, D ვიტამინი და E ვიტამინი. იქიდან გამომდინარე, რომ ვახსენეთ, რომ ზოგადად ამ სეზონზე განსაკუთრებით გაზრდილი არის სხვადასხვა ვირუსული რესპირაციული ინფექციების ავადობა, გვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში. აქვს ძალიან გემრიელი ხილის არომატები, აქვს ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაგეთანხმებით, არის დათუნია ჟელიბონების ფორმით და არათუ აპროტესტებენ ბავშვები, არამედ სიამოვნებით იღებენ ხოლმე როგორც წესი. დღეში 1-2 ჟელიბონი სრულიად საკმარისია ბავშვებისთვის. შემდეგ უკვე 6 წლის ასაკიდან გვაქვს შესათავაზებლად ომეგა-3 ჯუნიერის გამოშვების ფორმა,
რომელიც ასევე დღეში ერთი კაფსულა იდეალური არის მათთვის და ასევე ბავშვებში, როდესაც განსაკუთრებით სასკოლო ასაკის ბავშვებს გულისხმობთ, როდესაც ყურადღების დეფიციტის სინდრომი განსაკუთრებით აქტუალური პრობლემა არის, ამ შემთხვევაში ეხმარება მათ მეხსიერების გაუმჯობესებაში, ასევე ყურადღების კონცენტრირებაში და შესაბამისად არა მხოლოდ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს, არამედ მხედველობის აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებასაც ეხმარება. შემდეგ გვაქვს 23 კლასიკური 1000 მილიგრამიანი, რომელიც უნივერსალურ ფორმას წარმოადგენს, როგორც მოზრდილებში შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, ასევე შეგვიძლია პატარებში 6 წლის ასაკიდან შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. და ასევე ცალკე ბრენდად შეგვიძლია გამოვყოთ 23D3, რომელშიც წარმოდგენილი გვაქვს სტანდარტულად 1000 მილიგრამი ომეგა-3 და იცვლება მხოლოდ D ვიტამინის დოზა. ამ შემთხვევაში D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში შეგვიძლია შევთავაზოთ 5000 საერთაშორისო ერთეულით, გვაქვს 1000, 2000 და 5000 საერთაშორისო ერთეულით, ასევე საპროფილაქტიკო 23D3 1000-იანი და ასევე 23D3 2000 საერთაშორისო ერთეულით. და ასევე გვაქვს ცალკე ბრენდი 23 კარდიო, რომელიც ასევე მოზრდილებში ცალკე, ასე ვთქვათ, ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემთხვევაში. კი ბატონო, ამას ალბათ სპეციალური შემთხვევა სჭირდება ამის დანიშვნა. დიახ, ანუ როდესაც ლიპიდურ ცვლაში არის სპეციფიკური დარღვევა, ტრიგლიცერიდების დონე, ანუ ცუდი ცხიმების დონე, ასე ვთქვათ, მაღალია, ასეთ შემთხვევაში თვითონ აი ომეგა-3, როგორც ვთქვით, არის დიდი ოჯახი ცხიმების და ყავს ორი სხვადასხვა მთავარი წარმომადგენელი, EPA და DHA და სწორედ ომე-3 კარდიოში შედის EPA მაღალი დოზით, რაც ტრიგლიცერიდების დონეს აქვეითებს. კი ბატონო, მოკლედ ყველა ასაკის და ყველა ადამიანისთვის არსებობს დანამატი და თუ ჩვენ შულებს არ უყვარს თევზი ან ჩვენ ვერ ვიღებთ იმ რაოდენობის თევზს, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, შეგვიძლია რომ მივმართოთ საკვებ დანამატს, რომელიც შეგვივსებს ყველა იმ დანაკლის, რაც ჩვენს ორგანიზმს აქვს. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა საინტერესო რჩევებისთვის.